მოდი გავაცხელოთ ეხა სკამი. ფული საიდან გაქვთ? არა გვაქვს. აუ, ჩვენაირად ყოფინა. ჩვენ რამდენიმე კვირის წინ გამოვაქვეყნეთ ჩვენი გეგმა, როგორ ხედავთ ბრძოლის გაგრძელებას. მაგაზე რას ამბობენ იცი ისაო, იმიტომ ასიგნალებენ, რომ უხარიათო როგორც იქნა რუსთაველი გაიხსნავა. კი, სადღაც გადავაწყო. ზოგადად ეს სახელმწიფოს უყურებენ როგორც ფულის შოვნის შესაძლებლობას. ხო, კოცები იმას კი არ იძახიან, რომ კარგები ვართო. ისინი უარესები არიან. თუნდაც ერთი ფეხის მოტეხვა შეუძლია იმ სკამისთვის, რომელზეც ეხა ეს რაღაცა რეჟიმი გარდაუვალია. გიორგი ახობაძე სხვა ვეღარ იპოვია. რა ვიცი, რუსებს შენაირები გაუქრიათ? გამარტივება უფრო ლევან თუ გართულება. აი, ეხა ვფიქრობ რა. ხო, შეიძლება გართულებაც რაღაც მომენტი. მხარს გიჭერ, კაი ბიჭი ხარ, მაგრამ აი, ოღონდ იმათთან ერთად მეტი აღარ დაგინახო და ეგ ყოველთვის დილემაა. ეხა მე მიყვარს ძალიან დეტალებში ჩაძიეს. კარი deep state-ი და რაღაც ქეს შეგიცვლიან და რაღაცა დაგემართება. ცოტა უცნაური სასურველია, რომ იმ ხელა პარტია გამხდარიყავი, რომ ქართულ ოცნებას თვალში მოხვდეთ ხო. მე გაუქმებას დაგიპირებდი. გაუქმების პრეტენდენტობას გისურვებ. ხო, აი რომ ამათ ყველაფერი გათვლილი აქვს, ყველაფერი იციან, მე ეგეთი ჭკვიანი არ მგონია ეგ ხალხი. ისევ ლელოსთან ხوار დაბრუნდები. რა მოხდა ეხა რეალურად ხელზე დაიხვია ეს გახარიამ თუ შეუთავსებელი ერთობა გამოდიოდა ჩვენ სანამ მამუკა ხაზარაძე იქ შევიდოდა და ხელს ჩამოართმევდა გახარიას თქვენი ეს პოზიცია არ იცოდა ესე როგორ არ იცოდა აი მე ესე არ მგონია მათი მეორე არჩევანი შეიძლება შენი პარტია იყოს ეგ დიდი ხანი ჩანდა რომ ლელევანი მამუკა ხაზარაძის თავის ტკივილი იყო მაგრამ კაი გახარიას შემთხვევაში ვიცით რომ ყველა არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას ლელოც 99% მიიღებს მონაწილეობას თქვენ შემთხვევაში როგორ არის